რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ შალვა რამიშვილი, გვერდს 10 გამცემაზე მიმშვენებს, ჩვენ და თქვენ ერთად ჩვენ ვიყავს ხოლმე თქვენ უყურებთ გადაცემას სუბიექტური აზრი, რომელსაც წარმოგიდგენთ მაესტრო და რადიო უცნობი. როგორ ახარ შალვა? შემატყეს რადიო მსმენელებმა დღეს რადიო პალატრაში მიყოლა გადაცემა და მომწერეს კიდეც იქ ჩატში. არა ვარ კარგად, ცოტა ისე ვარ. დეპრესია მაქვს ცოტა. აღიარე რომ არ ახარ კარგად. არა, ვინ არის ახლა საქართველოში კარგად, იმიტომ რომ ამდენმა უსამართლობამ, მე საერთოდ არა ვარ სამართლისთვის მებრძოლი რაინდის როლში არ გამოვდგები, მაგრამ რაც ხდება, როგორ ამართლებენ დარბევის ფორმებს ამ ყველაფერმა ცოტა რაღაც ნიჰილიზმი გაღვივდა შენში თუ რა? ჩემში ნიჰილიზმი არ გაღვივდა, მაგრამ უბრალოდ პოლიტიკური მიზანშეწონებების გამო ამდენი ტყუილის თქვა არ მომეწონა. მე ხელისუფლებისგან უფრო ადეკვატურ ტყუილებს, უფრო ადეკვატურ მოქმედებებს ველოდებოდი. ოპოზიციისგან. ოპოზიციაზე აღარ ამას აცხადებდა ოპოზიციას და კაპიტან ნინო ბურჯანაძეს, რომ ჩვენო იმ ლოზუნგს გამოვიყენებთ, რასაც ხშირად იშველებს ხელისუფლება საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ჩვენ ვიმოქმედებთ და ნაკლებს ვილაპარაკებთ. ნინო ბურჯანაძეს ეკნება საშუალება რომ ვილაპარაკოს ჩვენს ეთერში ამ ყველაფერზე, მაგრამ ხელისუფლებას აქვს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა, გაცილებით ის არის ძალის, მას აქვს ექსკლუზივი ძალის გამოყენებაზე, ძალის ლეგიტიმურ გამოყენებაზე. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ რამენაირად სამართლებრივად უპასუხოს იმ ბრალდებების ნიაღვას, რომელიც მოედინება ბურჯანაძისა და სახალხო კრების წინააღმდეგ. მე გულისხმობ იმას, რომ ბურჯანაძე შერაცხულია უკვე რუსეთის მიერ დაფინანსებულ გადამტრიალებლად. ამაზე ლაპარაკობს პრეზიდენტი, ამაზე პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოები ლაპარაკობენ, ამბობენ, ამაზე ლაპარაკობენ უმრავლესობის წევრები. ხო, და საუბარი იმაზე, რომ იქ შეკრებილი ყველა მოქალაქე იყო ექსტრემისტი. კი, ამას გამოეხმაურა მიშიტების კოალიცია, მე ასე მოიხსენიებ, თვითონაც არ ასე თქვა უკვირთ და არ უტყდებათ ეს. გულისხმობ ბატონ გიანოდიას, ბატონ ჩოლოყაშვილის. ხო, რა მოხდა? მათ იმდენად უყვართ სააკაშვილი, რომ მიშისტებათ მათი მოხსენება შეურაცხყოფელი არ არის. კი ბატონო. ხო, და საუბრობენ, სწორად საუბრობს ეს გაერთიანება, რომ იქ შეკრებილი მოქალაქეებიო იყვნენო ექსტრემისტებიო. ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ სამართლებრივი შეფასება მისცენ და არა პოლიტიკური, იმიტომ რომ მართლაც სჭიხში შედის ეს ყველაფერი. თუ ნინო ბურჯანაძე არის გადამტრიალებელი, მაშინ რატომ არ იჭერენ მას? თუ ბადრი ბიწაძე ხელმძღვანელობდა გადატრიალების ოპერაციას, ესკალაციას ახდენდა, რომელიც ქაოსს გამოიწვევდა და გრუსპეცნაზე შემოვიდა, რატომ არის ის ბრალდებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზებით ეგერთი? და მეორე სეთი რატომ შევარდა ესევე პროკურატურა გირაოს ბრალდებით? ჩვენ გვახსოვს, რომ აქეთ ეხვეწებიან გირაოს პოლიციას, პროკურატურას და ის ხშირ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს. მე მგონი მარტივი ფანდია, ჩემი აზრით, თუნდაც რომ გირაოს დიდი თანხა დასახელდეს, შეიტყუონ ბურჯანაძე აი ამ თამაში, ბურჯანაძე მე გადაიხდეს რამდენიმე მილიონს და ნუ მოხდება. ხოჭერს დღეს უყურებდი ჩვენს გადაცემებს, გასულ გადაცემებს. შენ ერთ-ერთ გადაცემაში ამბობ, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდებაო ნინო ბურჯანაძის მისამართით ფარული ჩანაწერი. კი, რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო. მე არ გამოვსწრებ ჩემ ფარული ჩანაწერები შეიძლება გამოქვეყნო. და აი ვისთან საუბრობ რა თემაზე? ნუ რა ვიცი, ურეკავ წინასწარ რომ მე რეგულარ გამისკდეს. ხო, ნუ იცით რომ მე რაღაც გარკვეული ურთიერთობა მაქვს ეროსიკით მარიშულთან და რამოდენიმე წარმატებული გადაცემის შემდეგ რეკავს, მე ურეკავ და მაინტერესებს ისე როგორც სხვა პოლიტიკოსებს. მის აზრი მაინტერესებს. ხო, გირეკავთ თუ არა? ხო, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკოსების ბევრნი. მაგრამ ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ამას გამოიყენებენ პირველ რიგში, როგორც რაღაც ჩემთვის ინსტრუქციების მომცემის და ასე შემდეგ. ნუ ფარული ჩანაწერები შეგამია. ნუ თუ ჩვენი ტელევიზია, ჩემი აზრით, თუ ჩვენი ტელევიზია რეიტინგს უფრო აკრიფავს და გახდება უფრო ყურებადი, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც კამპანიას უნდა ველოდოთ ბუნებრივი. კი ბატონო.
შენ აღნიშნე რომ დღეს უკვე თქვი რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი იქნება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, სახალხო კრების ასევე ერთ-ერთი ლიდერი. ასევე ანონსში თქვი რომ ჩვენ ზოგადად მე პირადად და ასევე შენც არ თვლი რომ შეიძლება ჩვენს ეთერში ჩვენ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე გამეორდეს სტუმარი, მაგრამ ნინო ბურჯანაძე არის ის პოლიტიკოსი, რომლის მისამართითაც მართლაც დააგროვდა ძალიან ბევრი კითხვა და შესაბამისად მოდი დრო აღარ დავკარგოთ და დავპატიჟოთ სტუდიაში ნინო ბურჯანაძე. რამდენიმე წუთში მას ასე ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრს. გადაცემაში სუბიექტური აზრი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, სახალხო კრების ასევე ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე გახლავთ დღევანდელი ჩვენ გადაცემის სტუმარი. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით რომ იღებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა მართლაც თქვენი მისამართი და მე და შალვა შევეცდებით რომ ამ 40 წუთის განმავლობაში დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. დავიწყებთ შალვა. პირველი შეკითხვა გასახურებულად ასე ვთქვათ. რაიმე თვალთვალი, რაიმე ყურის დევნება, რამე ზეწოლა, შანტაჟი ეხლა სამართალდამცავებიდან მიმდინარეობს თქვენზე? შალვა, პირველის ყოვლისა, მინდაიდან ეთერში პირველად ვარ ამ ბოლო ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ახლობელი დაეღუპა, არ აქვს მნიშვნელობა აბსოლუტურად რომელ მხარეს არის ეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც ეს გამოთქმა არსებობს სამწუხაროდ, რომ ყველანი პეტრული საქართველოს შვილები არიან. და მე კატეგორიულად ვითხოვ, რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად, სხვათა შორის დღეს მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ფირები, რომლებიც არსებობს საერთაშორისო ექსპერტიზაზე გადაიგზავნოს, რომ ვიდეო ფირებს გულისხმობ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა ობიექტური და მიუკერძოებელი ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე იმოქმედოს. ყველაზე ესკორტის ისე ვთქვათ, ესკორტთან დაკავშირებულ ინციდენტზეც, იმაზეც რაც ხდებოდა თავად მოედანზე და თუნდაც იგივე ფირებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება შანტაჟს, ახლა შალვა მეტი რაღა უნდა და შანტაჟო და გაშანტაჟონ, როდესაც საკუთარ შულს ვეღარ ელაპარაკები, ასე ვთქვათ, თვალთვალის და მეთვალყურეობის გარეშე და კაცშვილი არ იწუხებს თავს იმით, რომ ელემენტარულად სანქცია არსებობდეს მოსმენის. გაჩნია ქალბატონი ნინო, რაზე ესაუბრები? არავის საქმე არ არის რაზე ვესაუბრები, იმიტომ რომ როდესაც ამოჭრილს არა უკაცრავად, როდესაც ამოჭრილს წარმოგიდგენენ, თქვენ საქმეც მაგაშია სწორედ. და როდესაც თქვენ ისე წარმოგიდგენენ იმ საუბარს, როდესაც კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი საუბარი. რა თქმა უნდა, ის არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არის ესე ვთქვათ, არასრულყოფილი და ბუნებრივია რასისტის სამართლის პარლამენტში გაიცა სანქცია თქვენი მოსმენაზე. არა, მოსმენაზე სანქცია ჩემთვის არავის არ უჩვენებია. მე უბრალოდ შალვა თქვენ შეკითხვას მინდა დაუბრუნდე, რომ როცა არის ასობით ადამიანი დაპატიმრებული, როდესაც არის ასობით ადამიანი უმოწყალოდ ნაცემი, როდესაც ადამიანების ოჯახის წევრები მიყავთ, დედები, მეუღლეები, ცოლები და 5-6 საათის განმავლობაში კითხავენ და ატერორებენ ოჯახებს. ახლა მე რა უნდა დამატერორონ ახლა მაგის ფასი, ახლა მე რა უნდა მიქნან? ყველაზე დიდი დარტყმა რა თქმა უნდა არის ის, როდესაც შეიძლება დაკაკავონ ქალბატონი. და დამაკავონ მე. ქალბატონი, რატო არ მაკავებენ? ძალიან მაინტერესებს. მეც აი ამ კითხვას ვსვავ, რატომ არ იჭერთ ნინო ბურჯანაძეს? ეს კითხვა ალბათ უფრო ხელისუფლების წარმოება. რა თქმა უნდა, მე ვერ დავაკავებ და. ხო, არა, ქალბატონინოს. ქალბატონინო, დიახ, თქვენ ჩვენს ეთერში 19 მაისს აცხადებდით, რომ მე ვარ დარწმუნებული და მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები ჩვენი მომიტენგეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენო. თქვენი საზოგადოების ნაწილმა ირწმუნა და შესაძლოა სწორედ ამიტომ თქვენი ამ განცხადების შემდეგ გამოვიდა ქუჩაში. დღეს ეს ადამიანები ძალიან მძიმედ არიან ნაცემები, ნაწილი მათგანი დაკარგულია. ამის გარდა თქვენ განაცხადეთ, რომ მე და სახალხო კრება ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებდო. ქალბატონო, რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა? ჯერ მინდა გთხოვოთ, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით უფრო სწორად ზუსტი ციტირება გავაკეთოთ. ჯერ მე არასდროს არ ვამბობ მე და სახალხო კრებას, იმიტომ რომ მე არა ვარ თანაზომადი, ესე ვთქვათ, წორა სახალხო კრების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ჩვენ სახალხო კრებასთან ერთად ვიღებთ იმაზე, რაც ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი იყო და ამაზე აუცილებლად მოგახსენებთ რა იყო. ეს პასუხისმგებლობის ნაწილი იყო ის, რომ ჩვენ არ მოვატყუეთ ხალხი, როცა ჩვენ ხალხს შევპირდით, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დაგშლით, არ მიგატოვებთ და რაც თქვენი დაკვეთა იქნება, იმას შევასრულებთ, ჩვენ ეს შევასრულეთ და როცა ხალხი ითხოვდა, რომ ჩვენ აქ დავრჩეთ
და დაველოდოთ ხელისუფლება 26 მაისს რით გვიპასუხებს ჩვენ დავეთანხმეთ ხალხის ამ გადაწყვეტილებას და ხალხთან ერთად ვიყავით იქ. რას ნიშნავს ჩვენ ხალხს ველაპარაკებოდით 22 საათი. მათ შორის შავდიოდით ხალხთან საუბარი გქონდა და 4-5 დღის განმავლობაში დიახ იყვნენ და ეხლა მოგახსენებთ, ოღონდ დაშლიდნენ და არა დაარბევდნენ და არა მოსაკლავად გაიმეტებდნენ და მეორე ასევე ცოტა კორექტივი მინდა ნათია შევიტანო მე არ მithkomს რომ მე დარწმუნებული ვარ რომ პოლიცია ჩვენს წინააღმდეგ ჩვენ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი მომზადებული ერთი წამი ძალიან გთხოვთ მე ვამბობდი რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ არის პოლიციაში ძალები არის ჯარში ძალები რომლებიც არავითარ შემთხვევაში საკუთარ ხალხზე ხელს არ აღმართავენ მეთქი თორე ხა ზოგიერთების ზონდერბრიგადები რომ ჩვენს წინააღმდეგ დაიძრებოდნენ ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვიცოდით ჩვენ ხალხი არ მოგვიტყუებია ნათია პირდაპირ შემიძლია გითხრათ დღეს ვიყავით ჩვენ დაგრძალვაზე სახალხო კრების ასე ვთქვათ წარმომადგენლები ერთი საყვედური არ მოგვისმენია არავისგან და მოვიდა რამდენიმე ადამიანი რომელმაც თქვა რომ ჩვენ ბოდიში გვინდა მოგიხადოთ რომ იმ დღეს არ გვეყო გამბედაობა რომ თქვენს გვერდით ვდგარიყავით ჩვენ ვწუხვართ რომ არ გამოვეხმაურეთ თქვენს მოწოდებას იმ საღამოს მაესტროში როდესაც მე ეკაბერიძესთან ვთხოვდი ხალხს რომ მოდით ხალხნო ვთხოვდი ოპოზიციას რომ მოდით და ხელისუფლება ვერ გაბედავს დარბევას და დღეს თქვენს გვერდით ვდგევართო არსებობს შალვა კადრები და თქვენც ალბათ ნათია ნანახი გექნებათ იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოში როდესაც მე მივედი როცა ადამიანები იყვნენ შოკში ჯერ კიდევ არ იცოდნენ მათი ახლობლები არიან ცოცხლები თუ მკვდრები იცოდნენ რომ არიან ძალიან ნაცემი ერთი საყვედური არავის არ უთქვამს ყველა ამბობდა რომ არ ვაპატიოთ ველოდით ამ საყვედურს ქალბატონი არა არ ვიცი მე რა იქნებოდა ხა ძნელი სათქმელია მაგრამ მე თითქმის არ ველოდი იმიტომ რომ იქ იყო ძალიან მოტივირებული ხალხი ნათია იქ ყველა ადამიანმა იცოდა რისთვის მოდიოდა ყველა ადამიანი ამბობდა რომ თუ დაგვარბევენ დარბევაზე იყო ლაპარაკი და არა გასწორებაზე და არა ასე ვთქვათ სასიკვდილოდ გამეტებაზე თუ დაგვარბევენ თუ გვცემენ და იყოს ეს მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის რომ ჩვენ უკან არ ვიხევთ და იქნებ მთელი საქართველოს ფასზე დადგესო თქვენი გეგმა მთლიანად მდგომარეობდა შემდეგ რაღაცაში რომ რამენაირად მაინც ეს დაშლა დარბევა დაჟდა არავითარ შემთხვევაში ლოგიკა ჩემს არავითარ შემთხვევაში ეს შეიძლება იყო იმ ეტაპზე ვთქვათ ჩემს ლოგიკას გავყვეთ თუ შეიძლება თქვენ მე ან უარყავით ან დამიდასტურეთ 21-ში თქვენ შეკრიბეთ ხალხი თავისუფლების მოედანზე არ მოვიდა ბევრი და არ შევარდით საკრებულოში მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება ამბობს რომ თურმე გეგმა უნდა რომ უნდა შევარდნილიყავით. გეგმა ყოფილა ასეთი რომ თურმე თქვენ უნდა წამოსულიყავით პირველ არხთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და იქნებ დამდგარიყავით. ამ დგომამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო, იმიტომ რომ ხალხი შემოიფანტა, გახდა მიტინგი ფრაგმენტული და მარგინალიზება ხდებოდა მიტინგის. ეს ჩემი აზრია, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს თქვენ. და მოდი შავა გავხსნით ეკაბესელიას განცხადება 21 მაისის შემდეგ პოლიტიკური ტემპერატურა კი რა იწია, დაიწია. არა, ეგ ცხადია. შემდეგ თქვენ წახვედით ისე თავისუფლების მოედანზე ანონსებით რომ თავისუფლების მოედანზე გააგრძელებით და მოულოდნელად დადექით იქ სადაც დადექით რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან და უკვე გეგმა მდგომარეობდა იმაში რომ ჩვენ არ ჩავატარებინებთო აღლუმსო და თქვენ გამონათქვამებიც არსებობს ამასთან კი ბატონო მოვიშველიებ შალვა შენის დებარტი ძალიან არ გიყვარს შვიდათ აღლუმს ვერ მიიღებს არა სხვა ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს რომ თუ ხვალ სააკაშვილი ჩაიბარებს აღლუმს ეს ნიშნავს იმას რომ სააკაშვილი ჩაიბარებს მთელ საქართველოს და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ყველანი ჩავბარდებით სააკაშვილს სახლობით ჩავბარდით ეს გეგმა ესეთი ვიბრძვით ის ხალხი არა მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ ნათია ის ხალხი რომელიც ტელევიზორთან იჯდა და უყურებდა ზუსტად რომ იცოდნენ ის რომ შეიძლება მართლაც საქართველოს ბედი წყდებოდა იმ საღამოს და დიდი ალბათობით წყდებოდა ის ხდნენ ნიშნულოვანწილად გადაწყდა შალვა მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ თუ ჩვენ ამას ვაპატიებთ სააკაშვილს არა ჩვენ ვიბრძვით და პირდაპირ შემიძლია გითხრათ არა ერთი წამი დავაწყო არა გეგმა ეს არ იყო გეგმა რაც იყო ის გეგმა ვერ განხორციელდა ვერ განხორციელდა იმის გამო არა ყველაფერს ეხლაც არ ვიტყვი მაგრამ რა თქმა უნდა გეგმის ერთი ნაწილი იყო თუნდაც ის რომ როდესაც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებოდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი არავინ არა შეიკრიბა 30000-ზე მეტი ადამიანი იყო და ეს იყო საკმარისი მაგრამ სამწუხაროდ 30000 კომპიუტერით არის დათვლილი მინიმუმ 26 მაქსიმუმ 30000 მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი იმისათვის რომ ჩვენ გაგვეხორციელებინა შემდგომი ნაბიჯები თუნდაც იმიტომ რომ ყოფილიყო შესაძლებლობა იმისი რომ ყველა ტელევიზიისთვის ჩვენ რეალურად გვეჩვენებია ჩვენი ძალა არა შევარდნით არამედ მშვიდობიანი გეგმა რა რითი შალვა ერთი წამით რა როცა 10000-ობით ადამიანი დადგებოდა რუსთავი 2-ის იმედის და პირველი არხის წინ და მოითხოვდა იმას რომ თუნდაც თქვენი გადაცემები თუნდაც მაესტროს გადაცემები
2 დღის განმავლობაში გასულიყო საქართველოს არხებზე და მთელ საქართველოს ენახა. ამის მოთხოვნას აპირებდით, რომ მაესტრო გადაეცა რეტრანსლირება მომხდარიყო უსტავით და რატომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, ხო? ჩვენ არ გვეკითხებით, გაბატონო. არა მგონია რომ მაესტრო წინააღმდეგი წასულიყო იმისა, რომ გამოძიების კადრები, რომელიც აქვს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების, ის კადრები, რომელიც შეთანხმებული ქონდათ მაესტროსთან. კარგი, შალვა, ერთი წამით რა. არ მინდა, მე მაქვს კადრები, რომელსაც გავუშვებდი და რომლითაც მთელი საქართველო დაინახავდა იმას, რას აკეთებს ეს ხელისუფლება. როგორ ცხოვრობს, მე მეგონა რომ მაესტრო წამოვიდოდა იმაზე, რომ ობიექტური ინფორმაცია გადაეცა ტელევიზიებისთვის, მაგრამ რადგან ეს პრობლემა იყო, მაგის პრობლემაც არ არსებობდა. ეს იყო ერთ-ერთი გეგმის ნაწილი, თქვენი ნაბატონიო, ის საზოგადოებას მიიღო შესაძლებლობა იმ ტელევიზიებიდან, რომლიდანაც იღვრება ცილის წამება, იმ ტელევიზიებიდან, რომლებიდანაც იღვრება უსინდისობა, რომელიც ხალხს ატყუებს, ხალხს მთელ საქართველოს, არა მარტო იმ ნაწილს შალვა, რომელსაც რო აქვს შესაძლებლობა მაესტროს უყუროს თქვათ, ან არა მარტო იმ ნაწილს, ვინც ინტერნეტით საშუალებით, მთელ საქართველოს გაეგო სინამდვილეში რა მდგომარეობაში არის ქვეყანა. იმიტომ რომ სამწუხაროდ არ იყო საკმარისი რაოდენობა საზოგადოების ხალხის, ამაზე ბევრმა რამემით იმოქმედა. პირველი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ტერორი, რომელსაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რა თქმა უნდა, ველოდით, მაგრამ არა მასშტაბებს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიცოდით, რომ შეიძლება სააკაშვილს დაეპატიმრებინა ათეულობით ადამიანი, მაგრამ თუ იქნებოდა შალვა ასეულობით ადამიანის დაპატიმრება, ასეულობით, რაც დიქტატურის გარდა არც ერთ სხვა სახელმწიფოში არ ხდება 21-მდე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ 20-დან 21 დილამდე ასობით ადამიანი იყო დაპატიმრებული. ასობით ავტომანქანა იყო ჩამორთმეული, ყველა სამარშრუტო ტაქსი, ყველა ავტობუსი გაჩერებული იყო. ასეთი მასშტაბით სააკაშვილმა 20-ში შალვა მოაწერა ხელი დიქტატურას. ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სააკაშვილი ესე ღიად მოაწერდა დიქტატურას. მაგრამ ქალბატონი კიდევ ერთს გეტყვი, როცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ რა დარბევას არ ელოდითო? დარბევა სხვა არის და ის ოპერაცია, რომელიც ჩატარდა ჩემო კარგო, არის სხვა. რატომ ქალბატონი 7 ნოემბრის მაგალითი ხომ პრინციპულად სხვადასხვა რამე არის. ზუსტად ისე გაუსწორდა სამართალდამცავები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თქვენ ესე გონიათ და კითხეთ იმ ადამიანებს, ვინც 9 ապრილსაც იყო აქციაზე და ვინც 7 ნოემბერსაც იყო. დავიწყოთ იმით. არავინ ჩამითვალეთ ერთი წამით. 99 წლის შევადაროთ 9 აპრილის აქციებს. დავიწყოთ 9 აპრილის აქციებით, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და უსინდისობა არის პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც გეუბნებიან, რომ რატომ ვერ იფიქრეთ, რომ ესე მოხდებოდაო, რა უნდა მეფიქრა ძვირფასო პოლიტიკოსებო, ის უნდა მეფიქრა, რომ თქვენ იჯდებოდით რამდენიმე პოლიტიკური პარტია და იანგარიშებდით რამდენი კაცია მოედანზე მოიგებს თუ წააგებს ოპოზიცია და წაგებული არ დავრჩეთო. ამას კი ვფიქრობდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ემოციებზე აგების იმედი არა, ერთი წამით რა, ემოციაზე არა, თუნდაც პრაგმატულის. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი შალვა, პირდაპირ შემიძლია გითხრა და კიდევ კარგი რომ ასე არ გამიფუჭდა ტვინი და არ გამერყნა ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად, ვერ წარმოვიდგენდი იმას, ყოველთვის არის, როცა ამ გარემოში ხარ. ვერ წარმოვიდგენდი ნათია იმას, რომ ქართული სპეცნაზი, ქართული პოლიცია და ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელები დაგეგმავდნენ საკუთარი ხალხის მიმართ იმაზე სასტიკ აქციას, ვიდრე დაგეგმა გენერალმა როდიონოვმა, მერვე პოლკმა და საბჭოთა სპეცნაზმა. გეტყვით რატომ? 9 აპრილს, რომლის მონაწილეც ბატონი ირაკლი ბათიაშვილი იყო და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად, ერთი მხრიდან ყოფილი ლენინის მოედნიდან და ეხლა თავისუფლების მოედნიდან ერთი მხრიდან წამოვიდა, ასე ვთქვათ, ჯარი და სამხარეს ადამიანებს გაქცევის შესაძლებლობა ჰქონდათ. 7 ნოემბერს ნათია, მიუხედავად იმისა, რომ უდაოდ იყო ძალის გადამეტება. 7 ნოემბერს რამდენჯერმე პოლიციამ გააფრთხილა დარბევის დაწყებამდე, ხმამაღლა მოსაუბრეთი გახსოვთ თქვენ ესა, რომ აქცია, არა, მე პატრიარქთან ვიყავი და არ მესმოდა შალვა, რომ აქცია დაირბეოდა. რამდენჯერმე გააფრთხილა, შემდეგ იქნა გამოყენებული გაზი, შემდეგ დაიძრა, ესე ვთქვათ, სპეცნაზი და გასაქცევი ადამიანებს ჰქონდათ. რა მოხდა 26-ში? მოდით ვნახოთ კადრები 26-ში, ჯერ ერთი რამდენიმე წუთში, როგორც კი მერიის წარმომადგენელმა დატოვა. თქვენთან ხომ მოვიდა მერიის წარმომადგენელი და ხომ გითხრათ მოსალოდნელი დარბევის შემოგთავაზა, ჩვენ მერიის წარმომადგენელმა შემოგთავაზა, რომ გადავნაცვლებულიყავით, რაზეც სახალხო კრების ყველა წარმომადგენელმა ჩვენ ყველანი სცენაზე ვიდექით, მიუხედავად იმისა, რომ გარეწრები მაპატიოს საზოგადოებამ, რომ ასეთი სიტყვებით დავიწყე ლაპარაკი, გარეწრები და პოლიტიკური მკვლელები მეორე იმედის
იმ გადაცემის პროდიუსერები მყავს ხედველობაში და მომზადებლები, ვინც აჩვენებენ თქვენთან რომ წამოვედი მაესტროზე იმ კადრებს, რომ არ წვიმს და თქვენთან წამოვედი და ხალხს გამოვუცხადე რომ ეხლა 10 საათზე მაესტროში ჩართვა მაქვს მეთქი და ზუსტად მაქსიმუმ 45 წუთში ან 50 წუთში მოვბრუნდები მეთქი და ამ კადრებს აჩვენებენ რომ თითქოს დავტოვე, ხო? მოედანი. როცა მერიის წარმომადგენელი მოდის, მეც იგვდგევარ, ქალბატონი ნონა, ბატონი თემურ შაშიაშვილი, ბატონი ირაკლი ბათიაშვილი მიდგანან ირგვლივ, ქალბატონმა ნონამ და ჩვენ ყველამ გავეცით პასუხი ზუსტად 10 თუ 12 წუთში აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარით, როდესაც დაიწყო მოსვლა ინფორმაციამ ნათია იმის შესახებ, რომ ალყაში ვართ. ჩვენ გაშვებული ვყავდა ხალხი, ნამდვილად არაფერი აქ დასამალი არ არის, რომ ვცოდნოდა რომელი მხრიდან წამოვიდოდა სპეცრაზმი, რომ ხალხისთვის გამოგვეცხადებინას. ხალხს ჩვენ რამდენჯერმე ვუთხარით. გაიხსენეთ, ამოიღეთ კადრები, მეც, ირაკლიმაც, რამდენიმე ვუთხარით, რომ მოსალოდნელია დარბევა, იყავით ყურადღებით, მოსალოდნელია დარბევა, ერთ ადამიანს ფეხი არ მოუცვლია. აქ ვიდგებით და გაუძლებთო. ჩვენ ველოდებოდით ინფორმაციას, რომელი მხრიდან წამოვიდოდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომ ხალხისთვის გამოგვეცხადებინა, რომელ მხარეს უნდა გაქცეულიყვნენ და ის შეფიცულები, რომლებსაც ახლა რას არაბრალებენ ამ ჯოხებით და ფარებით, იყვნენ მობილიზებული იმისთვის, რომ რომელი მხრიდანაც წამოვიდოდა სპეცნაზი, ცოტათი მაინც შეეყოვნებინათ სპეცნაზი გარკვეული წინააღმდეგობით, რომ ქალბატონებს და შედარებით ასაკოვან ადამიანებს სამშვიდობოს გასვლა მოესწროთ და ამ დროს მოგდის ინფორმაცია, რომ ყველა მხრიდან ალყაში ვართ. ჩიტაძის მხრიდან ქალბატონინო თუ შეიძლება ამაზე ყველანი ერთად ვიყავით. შეგიძლიათ მოყვეთ თქვენ როგორ გამოვიდა ნინო ბურჯანაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველანი გამოვედით ერთად. ჩვენ დავიწყეთ მას შემდეგ რაც როგორ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი ცალკე გამოვიდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებმა გამოაცხადა. ბათიაშვილი ნახეთ. პირადად თქვენ როგორ გამოხდით ქალბატონი. ყველა საინტერესებს. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი ვიდექით ერთად და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც წამოვიდა წყლის ჭავლი, როდესაც წამოვიდა ესე ვთქვათ და ისროლეს გაზი, მას შემდეგ დავიწყეთ უკვე სცენის დატოვება. ქალბატონი ნონა ჩადიოდა ზუსტად ჩემ წინ, ანუ ქალბატონი ნონა იყო, რომელსაც უკან მივყვებოდი მე, ქალბატონი ნონა წაფორხილდა და ის ბიჭები, რომლებიც აი როგორც ესე ვთქვათ დაცვა სიმბოლურად იყო მიმაგრებული ქალბატონ ნონაზე და მეც წავატანეთ ხელი და ესე ვთქვათ შევძელით მისი წამოყენება. შემდეგ დავიწყეთ ესე ვთქვათ ხალხთან ერთად მოძრაობა, მაგრამ იქ სადაც არის კინოთეატრი რუსთაველი, ჩვენ უბრალოდ უზარმაზარმა მასამ ხალხის დაგვაშორა, ისე რომ მე ვეღარც შემშულს ვხედავდი და ნამდვილად ბოლო წუთამდე ღმერთია მოწამე არ ვიცოდი სად იყო. ქალბატონ ნონას ახლდნენ მისი ახლობელი, რომელმაც მართლაც აი ძალიან ივაშკაცა და ის რამდენიმე ბიჭი, რომელიც მას როგორც დაცვა ყავდა მიჩენილი და რომელიც მას წაართვეს მერე სპეცნაზელებმა ამას ქალბატონი ნონა ყვება უკვე მესამე კორდონზე, როდესაც გადიოდა ეს ბიჭები, მას უყველა ააცალეს. მე ჩემი დაცვით ესე ვთქვათ გარშემორტყმული ასევე ვცდილობდით ხალხთან ერთად რომ გავსულიყავით მოედნიდან და ძალიან კარგად მახსოვს კინოთეატრ რუსთაველის ცოტა მოშორებით, როგორც მე აღმოვაჩინე, ეს მე არ მეხება ეს არის და ხედავდი ზუსტად აი ძალიან კარგად მახსოვს ის კადრი და ხმაც ესე ვთქვათ მართლა რაც შემეძლო უყვიროდი რომ ხალხი შემეჩერებინა კინოთეატრ რუსთაველის მინებს არ მიწოლოდნენ, იმიტომ რომ ხედავდი რომ უზარმაზარი მასა აწვება ადამიანებისა კინოთეატრ რუსთაველის მინებს და უკვე დავინახეთ ჩემ თვალწინ ეს მინები როგორ ჩამოირიცხა და ბუნებრივია ხა მე ვერ გავაკეთე. შემდეგ ესე იგი მასა ნაწილი შევარდა კინოთეატრ რუსთაველში, ნაწილი მასა წავიდა ფურცელაძის ქუჩისაკენ და ჩვენ წამოვედით თავისუფლების მოედნისკენ. ჩვენმა ბიჭებმა პირდაპირ შემიძლია გითხრათ. არა მარტო დაცვის იქ შეფიცულებიც იყვნენ, უბრალო მომიტინგეებით, შემიშვილი მისი მეგობრებით. აი ხელებით დაიწყეს კორდონის გარღვევა. მე შემიძლია ნათია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. ჩვენ რომ იმ კორდონის გარღვევის მცდელობა არ ვქონოდა და წარმატებული მცდელობა შეიძლება 50 და 100 კაცი დაღუპულიყო, იმიტომ რომ კატეგორიულად იყო აი ბრძანება გაცემული, რომ ყოფილიყო ყულფი, რომელშიც ადამიანები უნდა მოქცეულიყვნენ. მოთავსდით ქალბატონი. კი, მანქანაში მოთავსდით. ეს მანქანა იყო კინო რუსთაველის ოდნავ მოშორებით. შემდეგ კორტეჟი დაიძრა. კი. აი თქვენ გახსოვთ კორტეჟი რომ დაიძრა გესროლეს მანქანაში. მესროლეს შალვა. აი გამოვიდა გუშინ მოვიდა ის ბოლო კადრები YouTube-ზე იდო, მე მინდა გთხოვოთ რომ თქვენ ნახოთ ეს კადრები. ჯერთი მანქანებზე ხო უბრალოდ აი რო იტყვიან ცოცხალი ადგილი აღარ არის, ისე არის. როგორ არ არის? რა თქმა უნდა. პოლიციამ გადაიღო კიდეც. არა ნათია, მე მინდა ეს იცოდეთ თქვენ. ხო, იმიტომ რომ გაჩნდა ეჭვი როგორც კი შემოვიდა სპეცრაზმი ნინო ბურჯანაძე თავის ოჯახთან ერთად გახდაო. არა, ტყუილია ჯერ ერთი ესა. დაცვამ გაიყვანაო. დაცვა
სხვამ გამიყვანა, მაგრამ მაშინ როდესაც მოედანი იყო თითქმის უკვე ცარიელი და არსებობს კადრები ნათია, მე გთხოვთ ამოიღოთ და აჩვენოთ, როგორ ურტყამენ უკვე სპეცნაზელები ჩვენს მანქანას და მანქანის ფანჯარაზე აფარებულ ჩემი დაცვის წევრებს, რომლებიც ცდილობენ რომ სპეცნაზის ეს ხელკეტი მანქანაში არა გვერდებზე, მანქანაში არ მომხვდეს, როგორ ურტყამენ სპეცნაზელები ჩვენს მანქანას, როგორ ესვრიან, აი ვერ წარმოიდგენთ წვიმა არის პრაქტიკულად ტყვიების და როგორ ჩემი მანქანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაახლოებით ალბათ 5 ან 10 მეტრია უკვე სპეცტექნიკა არის მომდგარი. ეს კადრები არსებობს. ანუ რა ქონდა თქმაში რომ თქვენ ფიზიკურად გაგსწორებოდნენ? ნუ არ ვიცი ხა მოკლა იყო თუ არა თქვა გადაწყვეტილი, მაგრამ მე პირდაპირ თქვენმა დაცვის ბიჭებმა ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონინე რომ გაწყვეტნებ რომ მოახერხეთ სპეცნაზმელების კორდონის გახსნა. არაფერი გასაკვირი არ არის, მინდა გითხრათ. დანება დაკავების, ხო, თუ მათ ეს არ სურდათ, ნუ ალბათ ვფიქრობ ძალიან გაუჭირდებოდა თუნდაც 20-20 ხა ძალიან გთხოვთ, ხა იმას ნუ დამაბრალებთ, მართლა დამეხოცა ლამის ბიჭები რა. იმას ნუ დაგვაბრალებთ ახლა რომ გაგვიხსნეს გზა, ნახეთ კადრები. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი რა. ამოცანა იყო ის რომ სააკაშვილს ეჩვენებია ატირებული, გაქცეული ბურჯანაძე. პირველი სიტყვები რაც სააკაშვილმა თქვა, რომ გაიქცნე ლიდერები და ბურჯანაძე გაიქცაო. რატომ? იმიტომ რომ მისი ამოცანაა გადაფაროს მისი გორში ფორთხვა. ეს არის თავი. ეს დიახ ეს კადრი იყო მთავარი და რატო არის ჩემის დაცვის თანამშრომლები დღეს დაკავებული, როგორ ფიქრობთ? ჯოხი არ ჭერია ხელში არც ერთს. და არიან გაფორმებული დაცვის პოლიციაში. რატომ არიან ესე ვთქვათ დაკავებულები? რატომ დაამტვრიეს ცხვირპირი და რატომ აიყვანეს? ერთადერთი იმის გამო, რომ ამ ბიჭებმა იმუშავეს პროფესიონალურად და ამ ბიჭებმა არ მისცეს საშუალება სააკაშვილის სპეცნაზს, რომ ბურჯანაძე ეცემან. და ნახეთ მანქანები, მე არაფერი თავის სამართლებელი არ მაქვს, იმიტომ რომ იმ ხალხმა ვინც იქ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. ბინძური ტყუილები, მე სხვათა შორის შალვა და ნათია მიუმართე დღეს საერთაშორისო ჟურნალისტურ საზოგადოებას მსოფლიოს მე ვთხოვე რომ ის კადრები რაც არის დგასული იმედის ეთერში კვირას გაკეთდეს ამ ესე ვთქვათ ერთი გადაცემის ანალიზი როგორ კლავენ ცდილობენ უпростоრად როგორ ცდილობენ პოლიტიკურად სახალხო კრების ლიდერების არა მარტო ბურჯანაძის მაგრამ განსაკუთრებით ბურჯანაძეს როგორ ცდილობენ პოლიტიკურად და მორალურად ადამიანების მოკვლას მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა ყველა კადრის ექსპერტიზას ვითხოვ ყველა ინფორმაციის ექსპერტიზას ვითხოვ. ქალბატონინო რომ ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმი რო გავიდა, მაშინაც მოგეწოდეთ. არანაირი პრობლემა არ მაქვს, შალვა მინდა გითხრათ და ერთი რამეც მინდა გითხრათ და ერთი დიახ და იმიტომ ვაზღვევ ახლა ამას. ანუ თქვენი შეცდომა იყო დანაშაულები. რა თქმა უნდა და მინდა ყველა გავაფრთხილო სხვათა შორის ჟურნალისტიც და პოლიტიკოსიც. როდესაც დაუშვებ შეცდომას, როდესაც არ იტყვი იმას, რაც სათქმელია, აუცილებლად მოვა იმისი დრო, რომ გადაიხადო შენით, შენი ნერვებით, შენი ემოციით, შენი ესე ვთქვათ ჯანმრთელობითაც თუნდაც და შეიძლება სიცოცხლითაც გადაიხადო ის, რა ვალიც გაგადასახდელი ქვეყნის წინაშე. მე ახლა ამას დღეს რომ ამ მდგომარეობაში ვარ, ნამდვილად მივიჩნევ მე ეს უნდა გადავიტანო, დიახ, მე ეს უნდა გავარღვიო, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთია მოწამე არც 7 ნოემბრის მაშინ მიმიწვის წვლილი, მაგრამ რადგან არ ითქვა ის, რაც სათქმელი იყო, რადგან მე არ გადავამოწმე ძალიან ბევრი რამ, რაც გადასამაცმებელი იყო და მეც ეთყობა ავყევი ემოციას, დიახ, დღეს უნდა აზღო, ეჭვიც არ შეგებაროს. ეკნების ხალხიც ემოციას არის აყობილი, ვინ თქვენ ასე მოგიხსენიებს გადამტრიალებლად, ან ვინ თქვენ არ მოყვით, ის ხალხიც იგივე შეცდომას უშვებს, როგორც თქვენ დაუშვით მაშინ. არ ამგონია. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზის გამო. უფლება. მაშინ მათ რატომ არ აქვთ? არა, მე არ იცით რაშია საქმე, მე არ წამიხალისებია ხელისუფლება მაშინ ძალის გამოყენებაზე. ნამდვილად არა. ნამდვილად არ წამიხალისებია და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ეს ძალა გამოყენებული ხო, მაგრამ ქალბატონო, მე აღარ მინდა მოვიშველიო თქვენი განცხადება 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ბრძანეთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში მათ დაამტკიცესო. ხო, გახსოვთ ალბათ მე თქვენ როდესაც იყავით ეს იყო სწორი განცხადება უბრალოდ ეს იყო არაკორექტული ქვეყნის ინტერესებიო სპეცნაზმა შეიძლება დაარბიოს ნათია მე დღესაც იგივე შემიძლია გითხრათ მიუხედავად იმისა რომ ხელიც გასიებული მაქვს მიუხედავად იმისა რომ თითები ნაღრძობი მაქვს და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს გვერდები აქვს დალეწილი და სამწუხაროდ რაც ყველაზე დიდი უბედურებაა დაღუპულები არიან ადამიანები მე შემიძლია გითხრათ რომ სპეცნაზს აქვს ლეგიტიმური უფლება აქციის დაშლის ამ აქციის დაშლაც რომ მომხდარიყო დაშლა და არა სადამსჯელო ოპერაცია, ასეთი ამბავი არ იქნებოდა. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 7 ნოემბერსაც აქციის დაშლა იყო აბსოლუტური მარაზმი, პოლიტიკურად გაუმართლებელი, აბსოლუტურად არასწორად. თვალი დაკარგა ხალხმა. აბსოლუტურად არასწორი იყო, მაგრამ ყველა ქვეყანაში სპეცნაზს შეუძლია
შალვა და ჩვენ ამას ვხედავთ, რომ აქცია დაშალოს, მაგრამ მეორეა როგორ შლი ამ აქციას და რატო შლი? 7 ნოემბრის აქცია თანამდებობაზე რამდენი ხანი სამართლინო ერთი წამი რა აღარ მახსოვს არ დამითვლია რამდენიმე თვე. 7 ნოემბრის აქცია იცით რატომ იყო სამართლინო? იმიტომ რომ ის აქცია იმ აქციის დარბევა არ იყო აუცილებელი. ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხალხი დაეშინებინა. ეს იყო ყველაზე არასწორი. ეს იყო ყველაზე არასწორი. თქვენ აცხადებდით 21 მაისამდე, რომ თუ ხელისუფლება გამოიყენებდა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას, ადეკვატურ პასუხს გავცემთ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს კუნთმაგარი ბიჭები ჩვენს ორგანიზაციაშიო, ჩვენ მხარდამჭერები არიან კუნთმაგარი ბიჭები. კიდევ ვერ ხედავდით როგორ ეფარიკებოდა ადამიანი სპეცნაზელს, მე ვამბაყოფ იმ ბიჭს რო უყურებ. მაგრამ არადეკვატურია. ეს ბიჭი ხაბატონინო დღეს არის მძიმედ ნაცემი და დაკავებული. ნათია უკაცრავად რამე მჩებაში დაბეჭდილება რომ დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ისევ ბურჯანაძე ესე ვთქვათ გამოვიყვანოთ ასპარეზზე. ხელისუფლებაზე ხომ არ გველაპარაკა. მე შემიძლია გითხრათ. ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანი არის. დიახ ჩვენ გქონდა ნამდვილად ის შესაძლებლობა რომ გვეჩვენებია ჩვენ არ ქონდა იმის ილუზია რომ სპეცნაზ მოვერეოდით მე რა სადმე ის ვთქვი რომ ჩვენ სპეცნაზ მოვერევით სპეცნაზ ესე ვთქვათ განვაიარაღებთ თქვენ თქვით ქალბატონინო დარწმუნებული ვარ და მაქვს ინფორმაციაც და შინაგანი რწმენაც რომ ძალოვანი სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა არ გამოიყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას. უმცირესობამ ძალიან დიდმა ნაწილმა ძალოვანი სტრუქტურებისაც პირდაპირ მე რა 4 რამდენი ათასი მუშაობს ძალოვან სტრუქტურებში 30,000-სა და 4,000 შორის დიდი განსხვავება არის, როცა გამოყენებული იქნა სასჯელ აღსრულებითი დეპარტამენტის სპეცნაზი, როდესაც გამოყენებული იქნა ზონდერ ბრიგადები, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ძალა აღება 50,000 კაცი რომ მოსულიყო იქა, ნათია და არ ყოფილიყო იქ ბურჯანაძის განკიქება მუდმივად ოპოზიციის მხრიდან და არა მარტო ხელისუფლების მხრიდან. 50,000 კაცი რომ მოსულიყო, ის 4,000 კაცი ვერაფერს ვერ იზამდა. და მე პირველს ოპოზიციის აზრის საერთოდ არ მაინტერესებს შალვა რა. ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს ხელისუფლებას ადანაშაულებს, მაგრამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს. რომელი ირაკლი ალასანია, რომელმაც ქართველები ხარისხიან და უხარისხო ქართველებად დაყო? როდის? 27 მაისს. მე ძალიან ვამაყობ, რომ უხარისხო ქართველი ვარ. მე არ ვიცი თქვენ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებთ თქვენ თავს, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ, რომ ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად, ლუკა კურტანიძესთან ერთად, რეზო ესაძესთან ერთად, ელიზბარ ჯაველიძესთან, ირაკლი ბათიაშვილთან, გია ბურჯანაძესთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომელიც იქ იდგნენ და არ ეშინოდათ ცემატყეპის და იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ, მე ძალიან ვამაყობ, რომ უხარისხო ქართველი ვარ და ეხლა ძალიან გთხოვთ, მე იმ პოლიტიკოსებზე ნუ დამიწყებთ თუ ვაი პოლიტიკოსებზე ლაპარაკს, რომლებიც სააკაშვილის თამაშს თამაშობენ და თუ ვერ ხვდებიან, რომ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ მithوارესი და რომლებიც საკუთარ მოსახლეობას რომლის პრეზიდენტობაც უნდათ ხარისხიან და უხარისხო ხალხად ყოფენ ახლა. რაზე ლაპარაკი არ მაინტერესებს ერთი წამი. ნინო ბურჯანაძე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ამბულაში მოიქცა 25 მაისს საღამოსო. თქვენაც ბრძანეთ რომ ჩემი მისამართით ბრალდებები არც ერთ იქ შეკრებილ მოქალაქეს არ გამოვხატავსო თუნდაც სამანტყოფაშია, მაგრამ მე მსმენია ქალბატონი ნინო თქვენი მისამართით 25 მაისის შემდეგ ასეთი შეხედულება რომ ჩვენ შვილებს რომლებიც იქ იყვნენ არც დაცვა ყავდაო და არც იმის საშუალება ქონდა დაცვა და მარტო აღმოჩნდა ბოლო მომენტში. იცით რა მაინტერესებს ნათია? თქვენი შვილები არ არის ისეთი ნაცემი საბედნიეროდ როგორც სხვისი შვილები. გარეთ არის საბედნიეროდ. ეს ჯერ კიდე დროის ამბავია შალვა ჯერ ერთი. და თქვენ ფიქრობთ რომ არა? მე მგონი რომ და მე მინდა გითხრათ რომ დღეს შეიძლება ჩემი შვილი გაცილებით უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ის ადამიანები ვინც ნაცემები არიან, იმიტომ რომ სამაგალითოდ უცემეს ყველა ვინც მესგვერდით იყო. უახლოესი მეგობრები, ტყუპის ცალივით გაზრდილი თანაკლასელები, მეგობრები, ახლობლები, ყველა ვინც მის გვერდით იყო და ხალხს აგზავნიან იქედან რომ კარგად მოუყევით და გადაეცით როგორი ნაცემები ვართო. ცემაჯობია თუ ესა? ანუ სპეციალურად არ ცემეს ეს მორალური ტვირთი. რომელი ჯობია, მე მაინტერესებს ნათია. დღეს მას ურჩევნია რომ ნაცემი იყოს, ვიდრე მისი უახლოესი და განუყრელი მეგობრები, რომლებიც ნაცემ ნაბეგვები არიან და იქედან უთვლიან ყოჩაღად იყავი და ბრძოლა გააგრძელეო. არ იყოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში არის. მე არ მაინტერესებს. ნათია, მე მიხარით ერთი რამ. თქვენ ეს იმ ხალხმა გითხრათ, ვინც იქ იდგა? თუ ვინც ტელევიზორით უყურებდა ერთი წამი რა? არა, მე არც ერთ იმ ადამიანს პირდაპირ გეტყვით. ვინც ტელევიზორით უყურებდა ჩემი მოწოდების შემდეგ, როდესაც მოვედი და ლამის ვეხვეწე და ვეღმერთე ხალხს. ხალხნო მოდით
რაც მეტი იქნებით ხელისუფლება ხელს თქვენი იქნება არ გჯერა მე რაშვაში ვარ შალვა ჩემს გარდა იქნება ნონა გაფრინდაშვილი 70 წლის თქვენ მოუწოდეთ სხვა ხომ არა თქვენ იქნება არ უყარხართ არ მოგდევენ მე უკაცრავად ერთი წამი მე წამომყევით თქო ის უთხარი ნუ ეგრე გამოვიდა არა არ გამოვიდა შალვა ეგრე როცა თქვენ მოუწოდეთ თქვენ უნდა წამოყვნენ არა ჩვენს ეთერში განცხადეთ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ერთი წამი მოიგებს რასაკურველი იმას ექნება იმის ამბიცია ამას ამბობდნენ ხელისუფლებაში მოვიდეს არა უკაცრავად ნათი არა თქვენ სახელთან იყო ეს მოწოდება დაკავშირებული არ იყო ეს ეხლა შალვა იცით რაშია საქმე ჩვენ თუ გვინდა რომ გამართლებები ვეძებოთ არა უკაცრავად ამაცრულებინეთ რა საქართველოს და ქართულ ხალხს არ გამოგველია ჩვენ ესე ვთქვათ გასამართლებელი საბუთი რატომ არ ვიბრძვით არ გამოგველია მე დღეს ეხლა როცა თქვენთან შემოვედი ხედავდით რომ ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის ერთ-ერთ გადაცემაზე ვიყავი ჩართული და სხვა ერთ-ერთი რამ კითხა დიახ რუსულენოვანი გადაცემა იყო ხა არ მგონია რომ ხა ვაშინგტონში ესეც დანაშაულია არა რავი შეიძლება წაგიყენო ბრალად თქვენი ჩანაწერები ნახეთ რამოდენიმე და შეკითხვა იყო ესეთი რომ თუ ესეთი ცუდი მდგომარეობა ქვეყანაში და თუ დემოკრატია არ არის და ეს ყველაფერი მართალია რასაც თქვენ ყვებითო რატო არ გამოვიდა დღეს მთელი თბილისი ქუჩაშიო იცით რას გეტყვით თუ თქვენ გნებავთ რომ ეს თქვენი პასიურობა გაამართლოთ იმით რომ ბურჯანაძე არ მოგწონს ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მიშა მოგწონთ მე არა მე მოგიწოდეთ და გითხარ ეს რა ჩემი საარჩევნო კამპანია იყო მე გითხარით რომ ვინც გამოდიხარ ბობაა აქვს თქვენი ალბათ არა უკაცრავად ეგ არის ტყუილი იმიტომ რომ ნინო ბურჯანაძეს არასოდეს არავინ არ მოუტყუებია სადაც ვიყავი ვამბობდი რასაც ვამბობდი და ვაკეთებდი იმას რასაც ვაკეთებდი და 26 მაისს კიდევ ერთხელ დავადასტურე რომ მე არა ვარ ის ადამიანი რომელიც ხალხს მოატყუებს მე ხალხს ვუთხარი რომ თქვენთან ერთად ვიდგები ბოლომდე თუნდაც დამარცხებისთვის იყოს ეს ეპიზოდი იმიტომ საბოლოო ჯამში მაინც გავიმარჯვებ საბოლოო ჯამი შეიძლება იყოს ქალბატონინო 2013 წლის საბოლოო ჯამი ეს არის დამოკიდებული ნათია ჩემო ძვირფასო იმ ადამიანებზე ვინც დღეს გამართლებას ეძებენ რატო არ მოვიდნენ 26 მაისს და ვინც დღეს გამართლებას ეძებს იმაში რატო არ უნდა ამოიღოს ახლა ხმა თუ ქართველი ხალხი ჩვენ თითოეული ჩვენგანი ამოვიდეს ხმას თქვენ ხალხს ახლა ავალდებულებ ქალბატონინო საკუთარი სამშობლოს დაცვას ვავალდებულებ გავიგე მაგრამ ასობით ნაცემი და ნაგვემი რო არის ხალხს რომ სახლებში უვარდებიან თქვენ სამშობლოს რომ ერთი წამი ჩემოკარგო მე რას ვავალდებულებ ბურჯანაძე გიყვარდეს თქო? ხო და ესე გამოდის თითქოს, ესეც შტაბისტილება იქნება. არა, მე გიხსნით, ჩემოკარგო, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორც ადამიანი, რომელმაც ნამდვილად ძალიან ბევრი რამე ვიცი, მე ხა არ ვამბობ, რომ ვინმეზე უკეთ ანხელოვნება ვიცი, ან მედიცინა ვიცი, მაგრამ პოლიტიკა ნამდვილად ძალიან ბევრ რამეზე რენომე პოლიტიკოსის ხომ მნიშვნელოვანია, ვინ მოგიწოდებს და იქნება არ შეერავს ამ თქვენი რენომე არ არის იმდენად მაგარი. ბატონო, იჯექით მე სახში. ხო, მაგრამ იქნება ველოდებით სხვა ლიდერს, რომელიც უფრო კონგენიალური იქნება ჩვენთვის. თქვენ იქნება არ მოგწონხართ. კი ბატონო, შალვა. რატო მოგვიწოდებთ? გამოდით, დადექით. ნუ გამოხვალთ. მიიღეთ ჩვეულებრივად ის რომ სააკაშვილმა ისე გარყვნა ქვეყანა რომ ჩვეულებრივ მოვლენად ამასაც არ ვიღებთ რომ ჯარი რომელიც ქართული ჯარია რომლის დედები, მამები, ძმები, ახლობლები წინა დღეს იქ იყვნენ და თავპირი დაალეწეს გადაუარეს პოლიტიზაციის და შალვა ერთი წამი რა საარჩევნო კამპანია თუ ეღირს ამ ქვეყანას საარჩევნო კამპანია თუ ეღირს ამ ქვეყანას მერე დამისვით ეს კითხვები ყოფნა არ ყოფნა არის ამ ქვეყნის მეთქი გეუბნებით ქაბატონინო არა ერთი წამი ნათია რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ესა მე ხა ისეთი შტაბეჭდილება მჩება რომ ჩემთვის ვეუბნები ამ ხალხს გამოდით მეთქი რა კი ესე მოხდა ნამდვილად არ მოხდა ეგრე შალვა თქვენ ეს განაცხადეთ შემიძლია მშვიდად ვეჭვკაცრავად ერთი წამი ნათია რას მალაპარაკებით კაცო რა განაცხადა რომ მე მაქვს ამბიცია რომ პრეზიდენტი გავხდე არა ჩემო კარგო მე ვთქვი რომ მე მაქვს ამბიცია რომ ეს ქვეყანა გადავარჩინო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს შემიძლია მეთქი, მაგრამ შენი, შალვასი, ამ ბიჭების აქ ოპერატორები რომ არიან, იმ ადამიანების ვინც ამ გადაცემას უყურებ, იმათი გადასაწყვეტია, თქვენ ჩათვლით თუ არა მისაღებად თქვენთვის, რომ ბურჯანაძე რომელიც გეუბნება რომ მე ვიცი ეს ქვეყანა როგორ გადავარჩინო, მიცე თუ არა მას ეს მანდატი. დღეს ამაზე რა დროს ამაზე ლაპარაკია, საერთოდ ნუ გადამიყვანეთ ჭკუიდან, კაცო, რაზე მალაპარაკებთ? ასობით ადამიანი არის ციხეში. გამოდის ხმები რომ აუპატიურებენ ქალიან კაციანად. გამოდის ხმები რომ ოჯახებიდან ხალხი მიყავდა თქვენ მელაპარაკებით იმაზე რომ პრეზიდენტი გახდები თუ არაო. რაზე მელაპარაკებით ხალხი? არა, ამაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ გეუბნებით რომ არ გინდათ, ნუ გამოხვალთ. მე არავის არაფერს არ ვეხოცები. არავის არ უთხოვია თქვენთვის ბურჯანაძის დასაცავად გამოდითო. ბურჯანაძე დღეს პრეზიდენტი იქნებოდა, რომ არ წამოსულიყო პარლამენტის თავმჯდომარეობიდან.
ეს არ არის ჩემთვის მთავარი. მე გეუბნებით რომ მე მინდა ქვეყანა, სადაც სამაგალითოდ არ დაიჯებიან ადამიანები განსხვავებული აზრისთვის, სადაც სპეცნაზელი არ დაუძახებს ლუკა კურტანიძეს, გამოდი შენ უნდა გცემო სამაგალითოდ ნინო ბურჯანაძე რომ გადასულიყო თუნდაც თავისუფლების მოედანზე 25 მაისს ეს ადამიანები დღეს დაკარგულები და ციხეებში არ იქნებოდნენო ქალბატონი ნინო ამის შესახებ საუბრობს რიგი პოლიტიკური პარტიის თუნდაც თავისუფლების მოედანზე ან დედაინიძე ბოდიშვი ხდი რა ეხლა თქვენ მე რას მელაპარაკებით ვერ გავიგე ნინო ბურჯანაძე დიქტატორია არა ამ კითხვას სვამენ პოლიტიკოსები პოლიტიკოსები სვამენ რომლებიც შემძრვალი არიან სოროებში და წელიწად ნახევარია მოლაპარაკებებს მართავენ ისე რომ ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს ხელისუფლებას წინ და კიდევ ერთხელ გახსენებთ ის პოლიტიკოსები რომლებიც ხალხს ხარისხიან და უხარისხო ხალხს დღეს რა გეგმა გაქვთ ხალხო მე პირდაპირ გეუბნებით ეს იყო ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას არც ვიხსნი და არც არასოდეს არ მოვიხსნი დიახ ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება დიახ ეს იყო ჩვენი თავგანწირვა ყველასი და სირცხვილი თქვენი ქართველებო 77 წლის რეზო ესაძე რომ იდგა იქა 4 კლაპანი კარგით მივისცე შალოს მე იმ ქართველებს ველაპარაკები ვინც ახლა ჭყუას გვარი გებს და ტელევიზორთან იჯდა მშვიდად რა მე ყოველ სრულიად საქართველოს ვერ დაველაპარაკებ სირცხვილი იმ ადამიანების ვინც თვითონ ტელევიზორთან ისხდნენ 77 წლის რეზო ესაძე 70 წლის ნონა გაფრინდაშვილი და უამრავი სხვა ადამიანი თავს ხმაწვიმაში რომ იყო მარტო ნინო ბურჯანაძე მოგიწოდებდათ შალვა ყველა მათგანი გამოვიდა ყველა თავარი სპიკერი ქალბატონო ნინო ამაზე ხარდება ქალბატონი ნინო არა მე რა ხარდება მოგზანდით მაესტრო თქვენ გააკეთეთ მე დამპატიჟეთ მაესტროში და მე მოვედი როცა იყო ქალბატონი ნონა დაპატიჟებული მოვიდა ქალბატონი ნონა და დიდი ბოდიში შალვა რომ გადავდე ყველაფერი ჩემი ოჯახური სიმშვიდე, ჩემი ოჯახური კეთილდღეობა. ის არა, კი არ გამონათებთ, კაცო, ისე მეჩხუბებით აქეთ და მეუბნებით რომ რატო იბრძვიო. გეგონება ეს იგი ხანაშავს და ვასრულებთ გადაცემას რაში გამოიხატება. ერთი წამი რა სამარცხვინო წარიმართა სამწუხაროდ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ გველაპარაკა იმაზე, როგორ გამოვიდეთ, არა, შეიძლება ჩემი ბრალიც არის, მე არ ვამბობ, მაგრამ მეგონა რომ სხვა და თქვენი სუბიექტური აზრი ჩემს ასე ვთქვათ, მე რაზეც მომიწია საუბარი, იმას ვამბობ, მე თქვენ კი არ გადაგანაშაულებთ, მე უბრალოდ ნამდვილად მიმაჩნდა რომ დღეს იმის ნაცვლად რომ ბურჯანაძისთვის საყვედური გვეთქვა რომ რატო მოუწოდებდით ქალბატონო ნინო ხალხს მიუხედავად იმისა რომ ხალხს არ მოწოხართ მე ხალხს ვეუბნები ქვეყანა იქცევა ქვეყანა იღუპება ნათია თქვენი შალვას და ჩემი შვილები იცხოვრებენ ისე დუღირს ქვეყანაში რომელშიც ცხოვრება არ ეღირს არ ეღირება და იმისათვის რომ ეს გამოსწორდეს ხალხო დავდგეთ ყველანი ერთად მეთქი და მე როცა ყველანი ერთად დავდგებით აირჩიეთ ვინც გინდათ ანუ გეგმა რა არის ქალბატონო ნინო რომ მოკლედ ეხა გეგმა არის ბრძოლის გაგრძელება. გეგმა არის ის რომ ამ ხელისუფლებას არ შერჩეს ის რაც გააკეთა. გეგმა არის ის რომ ამ ხელისუფლებას არ შერჩეს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანისათვის რუსეთის აგენტობის მიწებება. მე ძალიან მაინტერესებს შალვა. ერთი ლოგიკური კითხვა თქვენი თქმის არ იყოს ხო შეიძლება დაისვას კაცო 4000 შეიარაღებული კაცი თუ ყავდა. მოლოტოვის კოქტეილები თუ ქონდა. აზროვნით ხალხეშა ნავი თუ იყო აგერ მტყარში შემოსული. გრუს ფსბ-ს და ყველა ჯანდაბის სპეცნაზი თუ აქ იდგა და პუტინი იჯდა და ელოდებოდა როდის იქნებოდა სააკაშვილი დიდი მადლობა ქალბატონი ნინო რატო არ მოხდა ეს ყველაფერი მეთქი იმიტომ რომ ეს იყო არა რუსული სცენარი არამედ შეიძლება ეს იყო საქართველოს მოსახლეობის ერთი მაგრამ მნიშვნელოვანი არა მეორე ხარისხოვანი არც პირველ ხარისხოვანი ერთი ხალხის ნაწილის მოთხოვნა რომ უკეთეს ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ვისაც გინდათ ბატონო, მე იმას წაყევით, ოღონ მოვიპოვოთ ის, რომ ამ ქვეყანაში იყოს შესაძლებლობა, რომ განსხვავებული აზრის თქმისთვის ხელებს არ გატეხავდნენ, განსხვავებული აზრის თქმისთვის არ გეძახდნენ რუსეთის აგენტს და იყოს იმის შესაძლებლობა, რომ წავიდეს ეს მანქურთი ხელისუფლება, მახინჯი ხელისუფლება, დაინიშნოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ვინც გინდათ, ის აირჩიეთ და შეკითხვები მე დამისვით. ეხლა ვიბრძოლოთ მეთქი, უკან არ დავიხიოთ, არ შეშინდეთ. ქუჩის აქციების გზით ქალბატონი ნინო აპირებს ყველა გზით. დიდი გზაც იქნება სახელმწიფოს კი ბატონო რა პრობლემაა პოლიტიკურ ქულების დაწერაში არ დავეხმარებ ნინო ბურჯანაძეს ასაღიარებელი არც არაფერი არ მაქვს კიდეც რომ მქონდეს დიდი მადლობა ძალიან გადავაცილებთ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ნინო ძალიან გაცხარდით მე პირადად ძალიან გული დამწყდა იმიტომ რომ მე მეგონა ჩვენ ხალხი და დაგუხიდებია და ჩვენი გადაცემაო მე მეგონა რომ ხალხისთვის ჩვენ ნათია ეხა უნდა მიგვეცა იმედი მე ვთვლიდი რომ ამ გადაცემის ამოცანა უნდა იყოს რომ ადამიანებს ვუთხრათ არ შედრკეთ არ შეშინდეთ ყველა ბრძოლაში არის წარმატება და ყველა ბრძოლაში არის დროებითი დამარცხება. მე მადლობა მინდა ნათია, ბოდიშვი ხდი ერთ სიტყვას ვიტყვი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს,
ვინც იდგა იმ აქციაზე, ვინც ზუსტად იცოდა რისთვის იდგა, ვინც მზად იყო თავპირის დამტვრევის ფასად. საზოგადოებისთვის მიეცა იმისი მაგალითი, რომ რაღაცეებს არ უნდა შევეგუოთ და მე მადლობა მინდა იმ ხალხსაც უთხრა, მათ შორის დღეს რამდენიმე ადამიანს, რომელიც მოვიდა და თქვა, მე ვერ მოვედი იმ დღეს, ვერ გავბედე, ან შემეზარა, ან არ დაგიჯერეთ, მაგრამ დღეს მე თქვენთან ავარო და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება საქართველოში, რომელიც იქ არ იდგა 26-ში, მაგრამ რომელიც ამას, ამ ხელისუფლებას, რაც გააკეთა, არ აპატიებს. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონი ნინო, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გახდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი. ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე, ტრადიციულად ხვალ 7 საათზე შევხვდებით ერთმანეთს ბედნიერად. ნახვამდის.